მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის ვაშხერებ კვირის არკანის ენერგიას. ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ხომ იცით, ვამბობ, ჯობს გვიან, ვიდრე ძალიან გვიან. მაშასადამე, კვირის არკანის ენერგია. ვიცი, რომ ძალიან ელოდებით ხოლმე განსაკუთრებით კვირის არკანის ენერგიებს, იმიტომ რომ უმეტესი თქვენგანი კვირის არკანის ენერგიების მიხედვით აწყობს საკუთარ განრიგს. ამიტომ ვერ დაგაღალატებდით ნამდვილად. მაშასადამე, ვარიანტი პირველი, კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე. კვირის არკანის ენერგია. ფიქრობ ასე უმჯობესია. ძალიან კარგი, იმისთვის რომ გაგიმარტივდეთ თქვენი ვარიანტის არჩევა. ვარიანტი პირველი გვექნება ისეთი წითელი იასპი და ვარიანტი მეორე გვექნება ვარდისფერი კვარცი. წითელი იასპის გული და ვარდისფერი კვარცის გული. ახლა კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით, კარგად შეიმეცნეთ ორივე ვარიანტი და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ და დაგიძახებთ. ზუსტად ის ვარიანტი არის თქვენთვის საჭირო ინფორმაციით დატვირთული. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვინც აერჩია წითელი იასპი, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგიები. მაშასადამე, ვარიანტი პირველი, წითელი იასპი, ვინც აერჩია, ვნახოთ კვირის არკანის ენერგია წამყვანი. არის ხმლების დედოფალი. ხმლების დედოფალი ეს არის საკმაოდ გონიერი, გონება მახვილი, ძლიერი ქალბატონი, საკმაოდ ენა მჭრელიც მათ შორის, მაგრამ ხმლების დედოფალი ასევე შესაძლებელია იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ ნერვებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ საკუთარ ლამაზ თავებს, განსაკუთრებით ცუდ ფიქრებს, სტრესებს, ნერვიულობას, ეცადეთ რომ მაქსიმალურად უფრო მეტად მშვიდად და მარტივად შეხედოთ ისეთ მოვლენებს, რომელიც ისედაც გადაჭრადია და ისედაც დამშვიდდება აუცილებლად და ასევე თქვენ გეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ და სწორად დაალაგოთ თქვენი პრიორიტეტები ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვნახავთ განსაკუთრებით რას ეხება თქვენი ხმლების დედოფალი. პრიორიტეტების დაალაგებაში ნიშნავს იმას, რომ ემოციები უნდა გაითიშოს, იმიტომ რომ ხმლების დედოფალს ემოციებს ნამდვილად ვერ მოუძებნით მნიშვნელოვან განსაკუთრებულ საკითხების გადაჭრის დროს ზოგადად. პირიქით, ძალიან ლოგიკურია, ძალიან ტვინიერია, მოდი ასე ვთქვათ და ძალიან ესე იგი მენტალურად განვითარებულ ისეთ ჭკვიან ქალბატონებს ვუყურებ მე აქ, ამიტომ ხმლების დედოფალი მაქსიმალურად განსაკუთრებით რაც დოკუმენტებს, ხელმოწერებს, ყველაფერს რაც ვთქვათ იურიდიულ საკითხებს, საქმიან საკითხებს, ფინანსურ საკითხებს ეხება, ეს როგორც ასეთი პოსტსკრიპტუმ უნდა იყოს ძალიან ყურადღება გამახვილებული, ხო? ანუ გადადეთ ემოციები გვერდზე და უფრო მეტად ლოგიკურად და როგორც წეღან ვახსენეთ, ტვინიერად შეხედეთ გარკვეულ პროცესებს. მოდით ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ კვირის არკანის ენერგიებად ხმლების დედოფლებს, გეტყვით რომ მთავარ როლში თქვენ იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში, ანუ წამყვანი ფიგურა. და მოდით ვნახოთ რა ელოდება ხმლების დედოფალს ამ ერთი კვირის მანძილზე, რა იქნება მისი არკანის ენერგიები. არკანი სამსჯავრო, არკანი ქურუმი ქალი, სამიანების თასები, სამიანების პენტაკლები, არკანი კოშკი, არკანი ათიანების ხმლები, ძალიან საინტერესო, არკანი მთვარე, არკანი ცხრიანების პენტაკლები, არკანი სიკვდილი, ხუთიანების ხმლები. და პენტაკლების დედოფალი. მოკლედ, მე რა შემიძლია გითხრათ აქ. ეს ერთი კვირა იქნება ძალიან დატვირთული თქვენთვის, პირველი ვარიანტი და აგიხსნით რატომ. იმიტომ რომ ეს იქნება ერთგვარი ემოციათა კასკადი, სადაც პირველ რიგში გირჩევდით, რომ მაქსიმალურად შეიკრათ ღვედები, იმიტომ რომ
იცით როგორი კარუსელი ჩაერთვება თქვენს რეალობაში ერთი კვირის განმავლობაში და იმდენად ინტენსიური კვირა და მოვლენები იქნება, რომ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა. პირველ რიგში რაღაცა ერთგვარ ცნობიერის ნაწილში და სულიერ ნაწილში თუ განვიხილავთ თქვენს აბსოლუტურ ტრანსფორმაციულ არკანებს გადიხართ ამ ერთი კვირის განმავლობაში და აბსოლუტურად კარმულს მთვარე არკანის სიკვდილი რო გესმით მეგობრებო, შევთანხმდეთ, რომ ეს ტრანსფორმაციას ნიშნავს და არა ვინმეს კონკრეტულ გარდაცვალებას, ან თუ გააჩნია რაღაც არკანებში შესაბამის კომბინაციაში არ მოვიდა ეს არკანი, მაგრამ აქ გვაჩვენებენ, რომ არაფერ შუაში არ არის ეს ყველაფერი, აქ თავში არის საერთოდ სხვა რამ და გეტყვით რა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ საკუთარ ინტუიციას მოусმინოთ, აი ამ ცვლილებების ჟამს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიაქციოთ ყურადღება თქვენს ირგვლივ არსებულ ადამიანებს, მოვლენებს, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით და ინტენსიურად გაჩვენებენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ჩემო ძვირფასო, გამომწერებო, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია განიცადოთ გარკვეული იმედგაცრუებები და შიშები ფინანსურ ნაწილში, ამიტომ ეს ერთგვარი ფინალური არკანია, მაგრამ გეტყვით, რომ ამ შიშებიდან აუცილებლად გამოხვალთ, მოკლედ აი ძალიან ბევრი ბრძოლების გავლა მოგიწევთ, მე ასე ვიტყოდი რა. ნახეთ, ფინანსური დაბრკოლება იქნება, მაგრამ ამ ფინანსური დაბრკოლებიდანაც აუცილებლად გამოხვალთ, მაგრამ იმ შემთხვევაში გამოხვალთ, თუ საკუთარ უფლებებს და საკუთარ პატივს, ღირსებას და საკუთარ სურვილებს იცავთ, მოდი ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ თუ კი გრძნობთ რომ თქვენს ღირსებას, თქვენს ფინანსებს, თქვენს ესე იგი პირად მეს, ხო, როგორც ადამიანს შეეხნენ ცუდად, ეცადნენ რომ მაგალითად რაღაცნაირად გაეუფასურებინა, ან ვიღაცას მოეტყუებინა, წაერთმია, არავის არაფერს არ ვარჩენთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ აბსოლუტურად შესაძლებელია რომ ამის მსურველები გამოჩნდნენ ამ ერთი კვირის განმავლობაში, რამაც შეიძლება ძალიან შეგაშინოთ რაღაც მომენტში, ძალიან დაგგრუზოთ, ხო, კარგი სიტყვა, ძალიან ამ შემთხვევაში ძალიან ისე გამოიყურება, როდესაც იგრძნობთ, რომ თითქოს თქვენს პირად სივრცეს ვიღაცები ძალიან ცუდად შეეხნენ, ხო, თქვენს გამომუშავებულ, თქვათ, რესურს, თქვენს, არ ვიცი, გამომუშავებულ ენერგიას, პოტენციალს, ყველაფერს, ყველა მხრიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდები, ასევე შეიძლება ყველას არ ეხება, მაგრამ მიეჭვიანოთ პარტნიორულ ნაწილში, რომ შესაძლებელია ვიღაცა მისამე პირები ერეოდნენ თქვენს ურთიერთობაში და ამის გამოც შეიძლება რაღაცა გარკვეული კონფლიქტიც მოხდეს. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია პარტნიორთან დაკავშირებით. მოკლედ, მე ასე ვიტყოდი, რომ ესე იგი, ნახეთ, როგორი რაღაც არის იმედგაცრუებები ბევრი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს იქნება ძალიან სწორი იმედგაცრუება, იმიტომ რომ თქვენ რეალურ სახეებს დაინახავთ ადამიანებისას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და ამ ერთი კვირის განმავლობაში ხმლების დედოფალი თქო რომ ვამბობ არის თქვენი წამყვანი არკანი, როგორც ენერგია, ხმლების დედოფალი ხართ და არა თასების, არა რომელიმე სხვა დედოფალი, ხმლების დედოფალი და მე ამთავრებთ როგორც პენტაკლების დედოფალი. ანუ, ნახეთ, პენტაკლებზე, ანუ საკუთარ რესურსზე, ენერგიაზე, პირად სივრცეზე ძალიან დიდი აქცენტები არის დასმული. ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველა მხრიდან დაგატრიგერებენ, მოდი ასე ვთქვათ, ყველა მხრიდან შეგაჯანჯღარებენ და ყველა მხრიდან თითქოს, იცით როგორ დაეწყობა ეს ერთი კვირა, რომ თითქოს ყველა თქვენს ნერვებს ცდის და ყველა თქვენს რაღაცა ემოციებს ეთამაშება და ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად უხეშად შემოაღოს თქვენი პირადი სივრცის კარი, მაგრამ ეს ერთი კვირა ვიღებთ ხმალს, გოგო-ბიჭებო და ჩვენს პირად სივრცეს, ჩვენს უფლებებს, შეიძლება ვიღაცისთვის ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამჭრელიც იყოს, სიტყვა უფლება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს მეორე ადამიანის სივრცეში აქვს თავისი უფლება, რის უფლებასაც მივცემ, იმას გაბედავენ, რის საშუალებასაც მივცემ და რამდენის შემოღწევადობის, ვთქვათ,
სიდიდეს მივცემთ ადამიანებს, რომ შემოაღწიონ ხო ჩვენში, შემოღწევის ნაწილში ხო, იმდენად დიდზე შემოაღწევენ ეს ადამიანები თქვენს პირად სივრცეში, ამიტომ ხომ გეუბნებით ეს ერთი კვირა იქნება საკმაოდ გამოცდილებებით და ესე იგი ტრანსფორმაციებით სავსე. ძალიან ტრანსფორმაციებით სავსე ჩემო ძვირფასებო, ამიტომ როგორც გითხარით, მაგრად მოიჭირეთ ღვედები უსაფრთხოების და ბოლომდე იბრძოლეთ იმისთვის, რომ არავინ არ მიითვისოს ის, რაც თქვენ გეკუთვნით და არ დაიტოვოთ უსამართლობის შეგრძნება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ძალიან გაბრაზდეთ ამ ყველაფერზე, ხო? ასევე აქ აჩვენებს იმას, რომ პრობლემებიდან, რომლებიც დადგება, ხო, კონფლიქტურ ნაწილში, ხო? პრობლემები, რომლებიც დადგება, მე ასე ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები გადაიჭრება აუცილებლად თქვენსას აუცილებლად მიაღწევთ და უფრო მეცაც ვიტყვი, რომ გაერიდებით ამ პრობლემას, ძალიან სწორად გაერიდებით, თან დამტკიცებთ დასამტკიცებელს და თან უკვე გაერიდებით მაშინ, როდესაც მიხვდებით, რომ შიგნით აღარ გააგრძელებთ, მოდი ასე ვთქვათ, შიგნით მოხარშვას, ხო? იტყვით თქვენ სათქმელს, გააკეთებთ თქვენ სათქმელს, მიიღებთ თქვენ შედეგს და გახვალთ ამ ყველაფრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ რესურსში აღმოჩნდებით, ხო? ნახეთ, რესურს თითქოს თქვენსას პირად სივრცეს თქვენს პირად მეს შეეხებიან არაერთხელ, შეეხებიან ცუდად, ნეგატიურად, შეიძლება ეს პირად ურთიერთობებსაც ეხებოდეს სამსახურეობრივს, ყველაფერს, ხო და თითქოს იფიქრებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება უკვე ხართ ამ ენერგიებში, რომ აი რატომ სცდის, ხო, ვთქვათ, ყველა ჩემს ნერვებს და ყველა ჩემს ემოციებს, ხო, მაგრამ განმეორდები ხმლების დედოფლიდან უნდა გადახვიდეთ ისევ პენტაკლების დედოფლის არკანში, რაც ნიშნავს იმას, რომ რთული პერიოდი ნამდვილად გავაფონს, ნამდვილად მიიღებთ სასურველ შედეგს. Აბა მინდა რჩევა ამოვიღოთ თქვენთვის, რაოდენ და რადგან ასეთი ტრანსფორმაციული არკანები გაქვთ. რაოდენ და რადგან ასეთი ტრანსფორმაციული არკანები გაქვთ, მოდით ვნახოთ რჩევა თქვენთვის. პირველი ვარიანტი, რჩევა კვერთხების დედოფალი, შემდეგი რჩევა არკანი მაგი და ხუთიანების პენტაკლები, რვიანების თასები, ხმლების დედოფალი, სამართლიანობა, ოთხიანების ხმლები და ორიანების თასები. მე ასე ვიტყოდი, რომ ერთი წამით არ შეგეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი. მაშინაც კი, როდესაც ეს ამ ეჭვს საკუთარ თავში შეიტანთ, იმიტომ რომ თითქოს იგრძნობთ, რომ რაღაც მომენტში უსუსური ხართ, ან უძლური ხართ, რაღაცა მოვლენებს ვერ ეწინააღმდეგებით, მაგრამ მე თქვენ გეტყვით კიდევ და კიდევ ერთხელ. თუ კი ყველაფერს გადაჭრით და გადაწყვიტავთ სამართლიანად და მე წეღან ვახსენე ყველაფერი, რაც ვთქვათ, საბუთებთან, რაღაცა ხელმოწერებთან შეიძლება, ყველაფერი, რაც მოდი ასე ვთქვათ, იურიდიულ ნაწილსაც ეხება, ხო, დოკუმენტები, გაგზავნა, გამოგზავნა, ეს ყველაფერი, ხო, ამის დოკუმენტაცია თუ იქნება საჭირო, აი ამებს მოკლედ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას, რაც ამ ენერგიებს ეხება და აუცილებლად მოიქეცით სამართლიანად. არავის არ მისცეთ უფლება, რომ განმეორდები იმაზე მეტად შემოვიდნენ თქვენში, ვიდრე თქვენ ეს გინდათ თქვენ სივრცეში და ყველას გაეცეთ საკადრისი პასუხი. ნუ გეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი და მე ასე ვიტყოდი, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და უფრო მეტიც, სხვათა შორის რჩევა არის ისეთი, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც აი ამ სამართლიანობის ბალანსს იგემებთ, შეიძლება ყველამ ესე უცებ ინტენსიურად არ მიიღოთ შედეგი, მაგრამ ეს სამართლიანობა აუცილებლად მოვა და კვერთხების დედოფალი, კვერთხების მეფე და ორიანების თასები ამოდის. ხოთი შორის შესაძლებელია კვირის ბოლოს ან რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე რაღაცა სასიამოვნო გარემოში, თითქოს აი დამსახურებულად სასიამოვნო გარემოში, თუნდაც საყვარელ ადამიანთან ან ადამიანებთან ამოყოთ თავი, სადაც ორიანების თასები, ანუ გაცვლით ძალიან სასიამოვნო და კარგ ემოციებს და ენერგიებს. შესაძლებელია შერიგებაც კი მოხდეს ან რაღაც
რაღაცა კომპრომისზე წამოსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, საინტერესო კვირა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნამდვილად, აი არკანი ძალა, თქვენ ნამდვილად ძლიერი ადამიანი ხართ და თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ რომ დაიმორჩილოთ ნებისმიერი სიშლეგის ლომი, რომელსაც ახლა აი ამ არკანზე ხედავთ, ასე რომ პირველი ვარიანტი არ ვნებდებით ვიბრძვით ბოლომდე და გადავედით ახლა მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტის კვირის არკანის ენერგია წამყვანი რომელი იქნება, მათ ვინც აერჩია ვარდისფერი კვარცი, მოდით ვნახოთ თქვენთან რა ხდება, თქვენი კვირის არკანის ენერგია ვნახოთ, ვარდისფერი კვარცი. თქვენი კვირის არკანის ენერგია იქნება რვიანების პენტაკლების შრომა, ხო, რაღაცა რუტინული კვირა იქნება, თითქოს ესეთი ერთის მხრივ შეიძლება საკმაოდ მოსაწყენიც კი, მაგრამ განმეორდები ხანდახან რუტინულ მოსაწყენ დინამიკაში ყალიბდება ძალიან მაგარი პროცესები და უბრალოდ იწყება ძალიან მაგარი პროცესები, როგორიც არის პიროვნული განვითარება, შრომის და ვთქვათ შემოქმედებითი ხაზის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ხო? შრომა, თითქოს რაღაცნაირად დახვეწავთ და უფრო მეტად გაზრდით საკუთარ პოტენციალს, აი ამ მხრივ, ხო? პენტაკლები ეს არის კარიერა, რა თქმა უნდა მოიაზრება, რესურსი, ფინანსები, რასაც შრომის შედეგად, გამოცდილების გაზრდის შედეგად, რა თქმა უნდა, პენტაკლებიც იზრდება თქვენთან ერთად. მოდით ვნახოთ კიდევ კვირის არკანის ენერგიები, რა გაქვთ მეორე ვარიანტი. ოთხიანების პენტაკლები, კვერთხების პაჟი, ოთხიანების ხმლები, არკანი კოშკი. რა ხდება, მეგობრებო, არკანი ფორტუნას ბურბალი, ათიანების თასები, თასების დედოფალი, ორიანების კვერთხები, ცხრიანების თასები და პენტაკლების ტუზი. ვოლა. ძალიან მომწონს ორივე ვარიანტი, იმიტომ რომ ორივე ვარიანტს გექნებათ საბედისწერო საკმაოდ, ესე იგი, საბედისწერო პერიოდი ნამდვილად, მოდი ასე ვთქვათ, ხო? პირველ რიგში შეიძლება იგრძნოთ კვირისპერი განმავლობაში ესეთი რაღაც, რომ თითქოს აი რაღაცა რესურსების დაკარგვის შიში, ფინანსების დაკარგვის შიში, თითქოს ის მომენტი, რომ ყველაფერი რაღაცა ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, ან რაღაცა ცოტა მუშაობთ, მაგრამ უფრო მეტი მინდა, ხო? თითქოს რაღაც ახალ გზებს ეძებთ, მაგრამ თითქოს ეს ახალი გზებიც რაღაცნაირად შეიძლება რაღაცა კონკრეტულ გასაუბრება, შემოთავაზება, ან რაღაცა მიმართულების აღება გინდოდეთ, მაგრამ იგრძნოთ, რომ რაღაცა იმედები გიცრუვდებათ, ხო? ნახეთ, აი, აიწონა, დაიწონა არის ორივე არკანის ენერგია, ახლა რასაც მე აქ ვუყურებ, ძალიან არასტაბილური, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ თითქოს კვირის დასაწყისი იწყება რთულად, პირველ ვარიანტში ხო საერთოდ ძალიან ისეთი სირთულეები აჩვენა და თქვენთანაც ანალოგიური, ხო? ვეძებთ ახალ გზებს, ვეძებთ ახალ მიმართულებებს, მაგრამ ეს ახალი მიმართულებები თითქოს ერთი შეხედვით კოშკი გვინგრევს ამას. მაგრამ გახსოვდეთ, რასაც კოშკი დაგინგრევთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ესე იგი ეს თქვენი არ იყო, თუ კი ჩაფლავდა, ვთქვათ, გასაუბრება, თუ კი რაღაცას ენთუზიაზმით და შემართებით ელოდებოდით და არ შედგა ან არ მოხდა, იცოდეთ, რომ ესეც არ იყო თქვენი და ნამდვილად ჩვენს რეალობაში ხანდახან რაღაცები, როდესაც იშლება, ფლავდება და არ სრულდება, ვბრაზობთ ხოლმე სამყაროზე, მაგრამ მე მივხვდებით, რომ ძალიან გადავრჩით, მოდი ასე ვთქვათ, რომ არ მოხდა ეს ყველაფერი, ხო? და ნახეთ, ფორტუნას ბორბალი და ათიანების თასები ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება რაღაც მომენტში ელოდებოდეთ დადებით და კარგ ენერგიებს, ზუსტად მაშინ გადატრიალდება თქვენი ფორტუნას ბორბალი, ათიანების თასები, თასების დედოფალი, ცხრიანების თასები, პენტაკლების ტუზი. ანუ მოულოდნელი საჩუქარი მოდის, მოულოდნელი შანსები მოდის, მოულოდნელი სიმშვიდე მოდის სულში, მოულოდნელი თავდაჯერებულობა, თვითკმარობა, ყველაფერი მოდის ის, რაზეც საბოლოო ჯამში მიხვდებით, რომ კი დაისტრესეთ, ინერვიულეთ, მაგრამ რაღაც მხრივ ეს ამად ღირდა, იმიტომ რომ უნდა წასულიყო ის ყოველივე არასაჭირო, ის ყოველივე დაჭაობებული, რაშიც არანაირი ინოვაცია და სიახლე აღარ შედიოდა, იმიტომ რომ ის იყო უბრალოდ ჭაობი, რომელშიც უკვე ბაყაყები ყიყინებდნენ და საკმაოდ ცუდი სუნი იდგა, ხო? აი ამას ანგარევს მე-15 არკანი. თქვენ შემთხვევაში
არკანი მაგი, აი როგორი შეგრძნება გექნებათ, იცი, რომ აი საკუთარი შესაძლებლობების ირგვლივ ეჭვი შეგეპარებათ. მეორე ვარიანტი რა, რომ აი ადამიანს რო გონია არის ის მომენტი, რომ აი რო გონია, რომ მე ყველაფერი შემიძლია, მე ამ საკითხში ძალიან მაგარი ვარ, ძალიან კარგი ვარ და უცბად ვიღაცა მოვა, მაგალითად, ჭიჭიკო და ზენგი მოგიშლით ნერვებს ისე, რომ საკუთარ თავშიც ეჭვი შეგეპარებათ შესაძლებლობებში და ნერვებსაც კარგად რაღაცნაირად მოიგლეჯთ ვიღაცების სისულელების გამო, ხო, მაგრამ განმეორდები შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ მეს ეგოს შეეხება რაღაცები ძალიან ცუდად ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ განმეორდები ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს რეალობაში არსებულ იმ დაჭაობებულ ენერგიებს, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია დროა. Ai შესაძლებელი არის თუ ისე დიდი ხანია დროა რომ გაუშვათ თქვენი რეალობიდან. ეს არის კიდევ ერთი, მოდი ასე ვთქვათ, განვლილი საკუთარ თავთან ესეთი ერთგვარი გამოცდა, კიდევ ერთ რაღაცას რომ მიხვდები ადამიანი და გაცნობიერება, ეს სწორი სიტყვა არის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გაცნობიერება მოვა თქვენთან ამ ერთი კვირის განმავლობაში და მიხვდებით რომ ხანდახან რაღაცა ვექტორები უნდა შევიცვალოთ და სხვაგან უნდა გავიხედოთ. აი მაგალითად თუ ეს შანსი კი არა, მაგალითად სიტუაცია რომელიც გვეგონა რომ უნდა გამოსულიყო და არ გამოვიდა და თუ მაგალითად დავიგრუზეთ, ვინერვიულეთ, ავიშალეთ ნერვები, ჩავწექით ლოგინში, წავიქციეთ თავი, ყველაფერი დავიმართეთ. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამყაროს ნიშნებს არ მიაქციათ თავის დროზე ყურადღება და არ ენდეთ მას და თქვენ გეუბნებიან, რომ ენდე სამყაროს ის რაც არ გამოდის, იმიტომ რომ შენი არ არის. და თუ ამას მოიქცევით შესაბამის და თუ ამას შეხვდებით შესაბამისი რეაქციით, ახლა რაზეც მე თქვენ გესაუბრებით, ეგრევე იწყებს ფორტუნას ბორბალი, ძალიან კარმული ორივე ვარიანტია, უკარმულესი როგორც იტყვიან. მომენტალურად იხსნება ახალი გზებიც, ახალი პერსპექტივებიც და იგრძნობთ თანადგომას საყვარელი ადამიანებისგანაც, სამყაროსგანაც და რა ვიცი, იგრძნობთ რა, რომ ტყუილად ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. და ის რომ ახლა თქვენ შრომობთ, ვითარდებით და იზრდებით და თუ კი სადღაც ვიღაცამ რაღაც გზაზე უარი გითხრათ, ან ფეხი დაგიდოთ, ან მოკლედ არ მოგცათ იმის საშუალება, რომ წინ წასულიყავით, ესეც იმიტომ, რომ უბრალოდ არიან ადამიანები, რეალობები, რა ვიცი, სამსახურები, სიტუაციები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ არ გვიმსახურებენ. გამიგეთ და ესენი არიან უბრალოდ სისტემის პროვოკაციები, რომლებიც ჩვენ ნაკერზე, როგორც იტყვიან, ნაკერის სიმყარეზე გვცდიან თუ რამდენად ძლიერები ვართ ნაკერში, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რამდენად კარგად ვართ გაკერილები ენერგეტიკულად, ხო, და არავის არ გაარღვევინოთ თავი პირველი მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ თქვენ ხართ პროფესიონალი, ძლიერი ადამიანი, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც მე ახლა მიყურებდეს ადამიანი, რომელიც სახში ტრიალებს და სახლის საქმეებს აგვარებს, ხო, ეს არის ყველაზე დიდი პროფესია, რაც კი შეიძლება დღესდღეობით ვითომ და გაუფასურებული იყოს, მაგრამ არ გაუფასურებინოთ ეს არავის, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ძალიან ბევრს უდრის. ძალიან ბევრს უდრის და ის რაც ქალებს შეგვიძლია, ბარე ორს არ შეუძლია, შევთანხმდეთ ამაზე, ხო, ბარე 2 და ბარე 10 კაცს არ შეუძლია, ისე ჩვენ შეგვიძლია თუნდაც და ისე როგორც ჩვენი ტვინი და ჩვენი ვთქვათ ფსიქიკა და ჩვენი სხეული შემიძლია გითხრათ, რომ აზროვნებს და გრძნობს როგორც ენერგეტიკულად, ასევე მენტალურად, ასე რომ არ შეგეპაროთ ეჭვი, სწორად მედიხართ და ის რაც ინგრევა და გაუშვით, როგორი მტკივნეულიც არ იყოს და მიიღეთ ახალი პერსპექტივები, რაც უნდა მიიღოთ და რაც გზაშია. და ახლა მოდით ნახოთ რჩევა თქვენთვის, მეორე ვარიანტი. არკანი თავისით გადმოხდა, ცხრიანების თასები, ყველაფერი იქნება იდეალურად. თქვენს ემოციურ ბალანსს და თვითკმარ მდგომარეობას აუცილებლად ვიპოვით. რჩევა თქვენთვის, 10-იანების კვერცხები, თასების დედოფალი, პენტაკლების პაჟი, ჩამოკიდებული კაცი, 5-იანების პენტაკლები, 8-იანების კვერთხები
რჩევა. კარგად დააკვირდეთ თქვენს ირგვლივ ადამიანებს, ვინ გართმევთ პოტენციალს. ბევრჯერ მithქვამს ეს სიტყვები და ახლაც გავიმეორებ, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთი და იგივე ენერგიებია. ნახეთ, მე ვხედავ აქ მარტო ადამიანს, რომელიც ფაქტიურად იბრძვის და როდესაც მიდის რაღაცა კონკრეტულ კონდიციამდე, ხო, რომ აი ყველაფერი გამოვა, ყველაფერი კარგად არის, ხო, თითქოს ისევ აიძულებენ, რომ იგივე რაღაცა წრეში ჩატრიალდეს, ხო? მაგრამ ნახეთ, გაიძულებენ არა იმიტომ, რომ ვიღაცა თქვენზე ძალადობს, შესაძლებელია პირდაპირ თუ არა გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება კი ფსიქოლოგიურად ძალადობდეს ვიღაცა, გაშინებდეთ, არ ვიცი, რაღაც манипуლირებდეს თქვენით, ხო, აი ძირითადად მაინც ისევ ემიგრანტი დედების ნაწილში გადავალ, რომლებსაც მე უსმენ ფაქტიურად ყოველ დღე და სამწუხაროდ როგორ манипуლირებენ საკუთარი ოჯახის წევრები, ქმრები, შვილები, ამსაც საბრალო მართლა აბსოლუტურად საბრალო ქალებზე, რომლებიც თავგადადებულები არიან და ზუსტად მანდ არის თქვენი შეცდომა, იმიტომ რომ ზუსტად მანდ დაკარგეთ საკუთარი თავის ფასით, საკუთარი სურვილებით, საკუთარი მეც და ზუსტად ეს არის შედეგი, შესაძლებელია ხა ეს ინფორმაცია პირდაპირ ერთ-ერთში ვიღაცას ეხებოდეს კიდევაც, ხო? კიდევ ერთხელ გაჩვენებთ სამყარო, რომ ადამიანების манипуляციის მერე ზუსტადაც რომ და манипуლირების და ზემოქმედების მერე იკარგება ისევ თითქოს პოტენციალი, ისევ რაღაცნაირ თითქოს რაღაცა მოვაკროვეთ, მოვაკოწიწეთ, ისევ სადღაც ეს წავიდა, ხო? მერე რაღაცნაირად ისევ გრძნობთ წინააღმდეგობას. მოდის წინააღმდეგობა ვიღაცა მამაკაცის მხრიდან. მე გოგოებიც მისმენთ და ბიჭებიც, მაგრამ აი ხმლების მეფე და რვიანების კვერთხები. ხო ნახეთ რვიანების კვერთხები, თითქოს ადამიანი უბრალოდ კვერთხების რაინდი, თითქოს ადამიანი გარბის წინ, თითქოს ადამიანი უკან ცეცხლმოკიდებული შენობაც არის. ხვდებით ხო, თითქოს ადამიანი საშველად გარბის რა, რომ უკან ადამიანებს დაეხმაროს უშველოს, მაგრამ რაღაცნაირად საბოლოო ჯამში ხმლების მეფე გამოდის ძალიან ცუდი როლით თქვენს რეალობაში, სადაც ისევ და ისევ გიწევთ რაღაცეების ან დათმობა, ან დატოვება, ან რაღაცნაირად საკუთარი სურვილების უკან გადაწევა. ეს არ გააკეთოთ და სანამ ეს იმდენჯერ იტრიალებს ეს რეალობა, სანამ არ ისწავლით საკუთარი პენტაკლების, საკუთარი რესურსის, საკუთარი ენერგიის, საკუთარი მეს დაცვას. პირველი ვარიანტი თქვენ ამას გეუბნებიან. ნახეთ, სამიანების ხმლები ამოვიდა ისევ. ხო, ვიღაცა ცდილობს, რომ რაღაცნაირად თქვენი საქმეები უკან წავიდეს. ცდილობს, ნახეთ, რა ნაწილში ვამბობ, იცი, მისი ზემოქმედება თქვენზე, კონკრეტული ადამიანი გამოჩნდა ნეგატიურ კონტექსტში, მომენტალურად გართმევთ ენერგიებს, მომენტალურად სამიანების ხმლებში გადადიხართ. და მომენტალურად ესე იგი ფუჭდება ის პოტენციალი, რომელიც გზაშია და თქვენ გეუბნებიან, რომ პენტაკლების დედოფალი ხართ, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი პირადი სივრცე და უნდა ისწავლოს საკუთარი ნეგატიური გამოცდილებებიდან ძალიან ბევრი რამ და უნდა მიხვდეს, რომ თქვენს თავზე ძვირფასი პირველ რიგში ამ სამყაროში არავინ არ ყავთ. ყველა ცოლს მოიყვანს, გათხოვდება, თავის, რა ვიცი, გზას ნახავს, შვილები, ყველა, მაგრამ როცა საჭირო აღარ იქნებით, მოდი ასე ვთქვათ, არ მინდა ხა ძალიან ემოციურად ცოტა იმას გიქნათ, დაგგრუზოთ როგორც იტყვიან, მაგრამ ასე როცა აღარ იქნებით, როგორღაც ყველაფერს ინელებს და ცხოვრებას აგრძელებს და ხო, სანამ თქვენი ცხოვრება გაქვთ და მე გქვიათ და სახელი და გვარი ქვიათ, ცოტა საკუთარ თავზეც იფრთხილეთ, საკუთარ თავს გაუფრთხილდით და საკუთარ მესაც მოусმინეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის რისი, რასაც ვხედავ, რომ ცდილობთ დაიწყოთ და თითქოს ისევ რაღაცა უკან გეკაჩებათ, ეს მუდმივად ასე დაგეკაჩებათ და განმეორდები 2025 წლამდე ზუსტადაც რომ ალბათ აი ეს არის ყველაზე დიდი თქვენი კარმული მისია, რომ ის უკან გამომქაჩველები, ვინც უკან ქაჩავენ და არ გაძლევენ საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ და საკუთარ სურვილებს და საკუთარ მეს უსმინოთ და პროვოცირებენ ხო თქვენზე, აი ეს პარაზიტები მოიშორეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს თქვენი მცდელობები, აი ეს თქვენი, ანუ მოიშორეთ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველას ხელი დაუქნიოთ და დაკარგოთ ხო როგორც ადამიანი, მაგრამ უნდა არსებობდეს
თქვენი კეთილინება. Აი აქ პრობლემა არის ამის. თქვენი კეთილინება არის დაკარგული და ეცადეთ რომ თქვენი კეთილინების გამყარება და გამაგრება ისწავლოთ და ეს მე მგონი ერთ კვირას არ ეხება, მხოლოდ და მხოლოდ ეს გეხებათ საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე ეს ინფორმაცია. ეს იყო ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო ის რაც თქვენთვის მინდოდა რომ მომეყოლა, მე კი თქვენ დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, თქვენთან იყო ნინო, ძალიან დიდი სიყვარული, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნაყოფიერი კვირა მისურვებია თქვენთვის.